მოგესალმებით მეგობრებო, თქვენ მოგდით ტაროს ხელოვნების გვერდზე. ჩემი სახელია მარია და დღეს არის სავსე მთვარეობა და არ მინდოდა რომ სავსე მთვარეობაზე დამეტოვებინეთ გაშლის გარეშე. შესაბამისად დღეს მოგიმზადეთ ესე რომ ვთქვათ, ძალიან ისეთი სპეციფიური გაშლა. რა თქმა უნდა არის დაკავშირებული სავსე მთვარესთან, მაგრამ არ არის სტანდარტული გაშლა, რომელსაც ზოგადად გიკეთებთ ხოლმე სავსე მთვარეობის პერიოდში. ძალიან საინტერესო შეკითხვები გვექნება დატვირთული, როგორებიც არის, რისი გაზიარებისთვის ხართ მზად ახლა და გამომჟღავნებისთვის ამ სავსე მთვარეობის პერიოდში, რა გაკავებთ, ანუ ლოგიკა რა ფორმით გაკავებთ თქვენი გულის რეალური სურვილების გამოვლინებაში და შესრულებაში, ასევე თქვენი თავის მოსმენაში და როგორ უნდა შეიძინოთ ჰარმონია გულსა და გონებაში ერთდროულად. აი ამაზე გვექნება ახლა საჯარო გაშლა. გვექნება სამი ვარიანტი. არ დაგავიწყდეთ ჩემი არხის გამოწერა და ვიდეოს მოწონება. პირადი ინდივიდუალური კონსულტაციებისთვის შეგიძლიათ დამიკავშირდეთ Instagram-ზე, WhatsApp-ზე ან Viber-ზე პირად შეტყობინებაში. ნახოთ, რისი გაზიარებისთვის ხართ ახლა მზად და გამომჟღავნებისთვის. რითი ცოტა უძინარი ვარ მეგობრებო, ბოდიში ხდით ღამის 5 საათზე გიწერთ ამ გაშლას. რისი გაზიარებისთვის და გამოკვლევისთვის, გამომჟღავნებისთვის ხართ ახლა მზად. პირველი ვარიანტი, მეორე ვარიანტი, მესამე ვარიანტი. როგორ გაკავებთ თქვენი ლოგიკა, თქვენი გულის რეალური სურვილების მოსმენაში. პირველი ვარიანტი, მეორე ვარიანტი, მესამე ვარიანტი. როგორ უნდა შეიძინოთ ჰარმონია გულსა და გონებაში ახლა. პირველი ვარიანტი, მეორე ვარიანტი, მესამე ვარიანტი. იმედი მაქვს სამივე ვარიანტი ჩანს გარკვევით. დააკვირდით თქვენთვის სასურველ ვარიანტებს, პირველი, მეორე, მესამე ვარიანტი და ინტუიციურად რომელიც გიგრძნობთ ყველაზე მეტად, მან დიმალება თქვენი რეალური პასუხები. მოდი ვარიანტების სიგნიფიკაციისთვის გამოვიყენებ პირველი ვარიანტისთვის ვერცხლისფერ ქანქარას, მეორე ვარიანტისთვის გამოვიყენებ ბრინჯაოსფერ ქანქარას და მესამე ვარიანტისთვის მოდი ქანქარას კი არა გამოვიყენებ კრისტალს, ეს არის შავი ობსიდიანის ესეთი კუთხოვანი მინერალი და ის იქნება სიგნიფიკაციად. ჩაიფიქრეთ, ყველაზე მეტად რომელიც გიზიდავთ, აი მანდ არის თქვენი პასუხი. იმედი მაქვს სამივე ვარიანტი თქვენთვის გარკვევით ჩანს, რაღაცა მგონია რომ ცოტა ვერ ხედავთ, არა, ყველაფერი კარგად ჩანს. კარგი. შეგვიძლია დავიწყოთ ვარიანტების წაკითხვა. პირველი ვარიანტი, ვინც ვერცხლისფერი ქანქარა აირჩიეთ, ნახოთ. მოდი პირველ ვარიანტს კითხავთ, რახან ქანქარა აირჩიეთ. ჩაუთქვით ჯერ თქვენთვის სასურველი შეკითხვა, რომელიც პასუხობს კის და არას და გავიგოთ პასუხი, რომელი იქნება თქვენს შემთხვევაში. კონცენტრირდით ქანქარის მექანიზმზე მაქსიმალურად. პრინციპში მგონი თქვენ ვერ ხედავთ, მე ვეცდები აი ესე დავდგე და იმედია გარკვევით გამოჩნდება. კონცენტრირდით კის და არა პასუხზე. ჩაიფიქრეთ, კონცენტრირდით ქანქარაზე, ან ქანქარას თუ ვერ ხედავთ ჩემს ხელზე და ჩაუთქვით სამყაროს პირველი ვარიანტი კი თუ არა. და გამოვიკვლიოთ პასუხი. პირველი ვარიანტისთვის რა არის პასუხი?
თქვენი პასუხია კი შეკითხვაზე, რომელიც დასვით ამ მომენტში. მოდი დავიწყოთ თქვენი ვარიანტის წაკითხვა. რისი გაზიარებისთვის და გამომჟღავნებისთვის ხართ ახლა მზად? პირველი ვარიანტი. ვაიმე რაღაცა ცოტა ქაოსური გაშლით დავიწყეთ. როგორც ჩანს, ქაოსური სავსე თუ არა შეიძლება გველოდებოდეს. ვარსკვლავის არკანი, კარგი. როგორ გაკავებთ თქვენი ლოგიკა გულის რეალური სურვილების მოსმენაში, როგორ გაკავებთ თქვენი ლოგიკა? აქ ამოგვივიდა ორი არკანი. კი ბატონო, და როგორ უნდა შეიძინოთ ჰარმონია გულსა და გონებაში? თქვენ შემთხვევაში რა ხდება? ნახეთ, პირველი ვარიანტი. ამოვიდა ვარსკვლავი, რისი გაზიარებისთვის ხართ მზად. ამ მომენტში თქვენ ხართ გაზიარებისთვის საკუთარი თავის სამყაროსთვის პირდაპირ მნიშვნელობით. თქვენ გაქვთ შესაძლებლობა გამოავლინოთ საკუთარი თავი იმ სფეროში, რასაც თქვენ საქმიანობთ უფრო ფართო მასშტაბით. შეიძლება სოციალურ ქსელებში იყოთ აქტიური და ამ ფორმით იყოთ გამომჟღავნებისთვის საკუთარი თავის მზად. შეიძლება დაუშვათ თვითონ თქვენი უნარების მანიფესტაციისთვის იყოთ მზად, ანუ გამოსამჟღავნებლად იმაში, რა უნარების გაგაჩნიათ. აი ახლა ამისთვის აგაქვთ მზაობა. ამავდროულად მზაობა გაქვთ გამოავლინოთ იმედი მომავლისადმი, იმიტომ რომ თქვენ თითქოს თქვენი ინტუიცია გიჭირეთ რაღაცა კონკრეტულზე მომავალში. რაღაცაზე გული გიგრძნობთ, ინტუიცია გიგრძნობთ, რაც სიმართლეს შეეფერება. სხვათა შორის ეს შეიძლება იყოს დაკავშირებული იმ თქვენ შეკითხვასთან, რომელიც თქვენ დასაწყისში ქანქარაზე ჩაუთქვით. ამიტომ ამას მიაქციეთ ყურადღება ამ მომენტისთვის. როგორ გაკავებთ თქვენი ლოგიკა, რომ თქვენი გულის სურვილს მოусმინოთ? პირველ რიგში თქვენს გონებას ატრიალებთ მომენტებში ერთ და იგივე მარწუხში. აი იჭედების თითქოს რა, იმ მომენტებში არის, რომ ბედს და იღბალს ანდობთ ყველაფერს, მაგრამ მეორე მომენტში თითქოს ყველაფერი მიდის ძალიან რუტინულად, ზედმეტად. რაღაცა აი განსაკუთრებულად არაფერი არ იცვლება. ერთი მომენტი ხართ ძალიან ემოციური და აი რაღაცა იმედებით გამსჭვალული, მეორე მომენტში პირიქით, მერე ისევ ესე და რაღაცა ერთ და იგივე წრეზე ბრუნავთ, ამჩნევთ რა და აი თქვენს გონებას კეტავთ ზუსტად იმაში, რომ თქვენ ზედმეტად ფიქრობთ განა ინტუიციით, არამედ ლოგიკით, საით წავიდეს ყველაფერი, როცა უნდა მიყვებოდეთ რეალურად ინტუიციას და გულს. უნდა მიყვებოდეთ თქვენს შინაგან წყადილს, როგორც იტყვიან, ხო, იმიტომ რომ თქვენი სხეული გრძნობს სწორი მიმართულება რომელია და სწორი გადაწყვეტილება რომელია. აი იგრძენით, აი მაგალითზე რომ მოგიყვანოთ, კაპიტანმა უნდა იგრძნოს გემბანი იმისათვის, რომ გემის სწორად წარმართვა შეძლოს და უნდა მიუყვებოდეს ვარსკვლავებს იმისათვის, რომ ორიენტაციის აღება შეძლოს. რაღაცა კონკრეტული გაქვთ მეგობრებო, საიდანაც შეგიძლიათ აიღოთ გეზი, ანუ უყუროთ ამას და გაყვეთ ამას. მაგალითად, მეზღვაურებით სისხლის ვარსკვლავს მიყვებოდნენ. აირჩიეთ თქვენ რაც გაყვებით ინტუიციურად, სადაც დარწმუნებული იქნებით, რომ თქვენ სწორ გზაზე წაგიყვანთ. განა ის, რომ ლოგიკურად რო განსაზღვროს სიტყვაზე ესაც წამიყვანს, არა, არამედ ინტუიციით. როგორ უნდა შეძლოთ გონებისა და გულის ჰარმონიაში მოყვანა? ძალიან კარგი იქნება საკუთარ გარეგნობაზე თუ იზრუნოთ ამ პერიოდში, დასვენებასა და თვითზრუნვაზე. როგორც ჩანს, წინა პერიოდებში ძალიან ბევრი შრომა და დატვირთვა მოგივიდათ და ახლა გჭირდებათ ცოტა დასვენება და ცოტა თავის მოვლა, გალამაზება, მიხედვა საკუთარი თავის დასვენება იქნება ეს თუ უბრალოდ საკუთარი თავის მოწესრიგება, არსებითი მნიშვნელობა არ აქვს. თქვენ რაც ყველაზე მთავარია შეძლოთ თქვენი საქმის და თქვენი გარეგნობის, თქვენი ხასიათის ერთმანეთთან შერწყმა, ხო რომ არც ერთი არ დაგავიწყდეთ. აუცილებელია ყურადღება მიაქციოთ თქვენს ჯანმრთელობას ამავდროულად, განსაკუთრებით წონასთან დაკავშირებულ საკითხებს, კუჭთან დაკავშირებულ საკითხებს, იმიტომ რომ შეიძლება რაღაცა შებერიობა გაწუხებდეთ სიტყვაზე ეს პერიოდი და არ იყოს მაინც და მაინც თქვენთვის სასიამოვნო, ხო თუნდაც ვიზუალურად,
თუნდაც ჯანმრთელობის თვალსაზრისით, ხო? ჯანსაღადეთ სადაც რო იკვებოთ ეს პერიოდი, იმიტომ რომ შესამჩნევი იქნება თქვენთვის ეს პერიოდი. მნიშვნელოვანია რომ გაითვალისწინოთ ჰარმონიისათვის გჭირდებათ საკუთარ თავზე ზრუნვა და საკუთარი თავის მოწესრიგება, დანარჩენი თავისით დაალაგდება. სიყვარული გააზიარეთ, სიყვარული მიიღეთ, ოღონდ ამას არ გეუბნებით ზოგად ფორმატში, იმპერატრისის არკანი გამოხატავს უბრალოდ აი ამ ზრუნველობით ენერგიებს, როგორც საკუთარ თავზე, ისე გარშემო მყოფ ადამიანებზე. შესაბამისად, მაქსიმალურად ჩაერთეთ აი ამ მხრივ ორ პროცესში, ანუ თან გააზიარეთ, თან მიიღეთ. არაფერი გადაჭარბებულად. წარმატებებს გისურვებთ პირველი ვარიანტი, მე კი გადავალ მეორე ვარიანტზე. დამიკომენტარეთ რამდენად რეზონირებს ეს ვარიანტი თქვენთვის. და არ მეგავიწყდეთ ჩემი არხის გამოწერა და ვიდეოს მოწონება. გადავიდეთ მეორე ვარიანტზე. ვინც აირჩიეთ ბრინჯაოსფერი ქანქარა, ცოტა მესამე ვარიანტთან უსამართლობა გამომდის, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ესეც ალბათ თავის მნიშვნელობას ატარებს ამ შემთხვევაში. ჩავთქვით მეორე ვარიანტი კი და არა პრინციპით შეკითხვა და შევხედოთ რა არის თქვენს შეკითხვაზე პასუხი. კონცენტრირდით ქანქარაზე და დასვით კი და არას პრინციპით შეკითხვა და გავიგოთ რა არის თქვენი პასუხი. კი თუ არა, მეორე ვარიანტი. თქვენ შემთხვევაში პასუხი არის არა, თქვენს მიერ ჩაფიქრებულ შეკითხვაზე. ჩვენ კი დავიწყოთ გაშლა. მეორე ვარიანტი. რისი გაზიარებისთვის და გამოკვლევისთვის, გამომჟღავნებისთვის ხართ მზად? რატომდის ამოღებული კარტები? კარგი. ეშმაკის არკანი. როგორ გაკავებთ თქვენი ლოგიკა გულის სურვილების მოსმენაში? როგორ შეიგრძნოთ ჰარმონია და შეიძინოთ ჰარმონია გულსა და გონებას შორის? კი ბატონო. თქვენ ახლა ხართ რისი გაზიარებისთვის მზად? ვერ ვიტყოდი რომ მაინც და მაინც რომ რამის გაზიარებისთვის თქვენ ახლა მზად იყოთ, მაგრამ შეგიძლიათ მსახურებაში იყოთ. აი როგორ აგიხსნათ? ეს არ მინდა გაიგოთ ახლა როგორც ნეგატიურ ფორმატში. თქვენ მზად ხართ იყოთ მსახურებაში. შეიძლება თქვენი სიტუაცია მოითხოვდეს ვიღაცაზე მსახურებას, რაღაცა მძიმე შრომის ფასად. რაღაცა მძიმის გასაკეთებლად ხართ მზად. ორიენტირებული ხართ თითქოს თქვენი ენერგიით ამაზე და მზად ხართ ეს გააკეთოთ. თქვენ ხართ თქვენი ბნელი მხარის გამოვლინებისთვის მზად ამავდროულად, თქვენი შინაგანი ჩრდილების დასანახად ხართ მზად, გაიგოთ რა არის თქვენი ნეგატიური მხარეები და არა მხოლოდ ნეგატიური, ამავდროულად ჩრდილები, შეიძლება ეს იყოს თქვენს ხასიათთან დაკავშირებული საკითხები, თქვენს ჩვევებთან დაკავშირებული საკითხები, თქვენს გამოვლინებებთან დაკავშირებული საკითხები. ყოველ შემთხვევაში თქვენ მზად ხართ ახლა, გამოავლინოთ თქვენი ეს ჩრდილოვანი ნაწილი და დაიწყოთ ამაზე მუშაობა. სხვადასხვა ძალიან საინტერესო მოგზაურობა მინდა გითხრათ, იმიტომ რომ ეშმაკის არკანი ამ კონდიციაში ვფიქრობ, საკმაოდ ისეთ სერიოზულ თავგადასავლებს თავაზობთ მინდა გითხრათ. ძალიან ისეთი კარგი გამოწვევაა. როგორ გაკავებთ თქვენი ლოგიკა გულის სურვილების მოსმენაში? თქვენი ლოგიკა თითქოს გიბიძგებთ, რომ მუდმივად რაღაცა დინებას დაყვეთ, ან გვერდი აუვაროთ საკითხებს, პრობლემებს. აი თითქოს რა ვიცი, აი საითაც წამიყვანს დინება, მეც იქით წავალ რაღაცა ეგეთ, აი სადაც ხელს მომკიდებენ და წამიყვანენ, მეც აი რაღაცაზე ზედმეტად ვიღაცაზე ხართ დამოკიდებული, მიხვდით? აი თქვენი ბნელი მხარე შეიძლება ამ შემთხვევაში მდგომარეობდეს ზუსტად იმაში, რომ თქვენ მუდმივად ვიღაცაზე ხართ დამოკიდებული, აი ვინსაც წაგიყვანთ, ვირას გეტყვით, ვირას იკანახებთ, ვინას დაგავალებთ. აი ესეთი რაღაცეები რა, აი თითქოს თქვენ არ წყვიტავთ თქვენს ცხოვრებას. თქვენი პრობლემა ახლა ამაში მდგომარეობს, ანუ თქვენი ლოგიკა გულის წერილს აკავებს იმაში, რომ თქვენ მუდმივად სხვაზე ხართ დამოკიდებული, სხვა რას იკანახებთ და რას დაგაკეთებინებთ. ჰარმონიის აღდგენისთვის რა უნდა გააკეთოთ? გააკეთოთ ის, რომ რა თქმა უნდა ჩართოთ გონება, იმიტომ რომ გვაქვს პენტაკლების დედოფალი და რამდენადაც ეს პენტაკლების დედოფალია, იმდენად ჩემი პირადი გადმოსახედით ეს ხმლების დედოფალის ენერგიას ძალიან წააგავს, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში აქ გეტყვით იმას, რომ თქვენ დაგჭირდებათ გამოავლინოთ საკუთარი გონება და საკუთარი გამოცდილება
იმიტომ რომ თქვენ ცხოვრებაში იმდენი გაგიკეთებიათ შემოწეფასებო, რომ თქვენ არ გჭირდებოდეთ ხვდებით, აი ვიღაცებზე მიყოლა, არამედ თქვენ თვითონ გასცემდეთ ხანდახან მითითებებს, ხო? იმიტომ რომ თქვენ შეგიძლიათ უკვე დაავალოთ თქვენს გარშემო მყოფებს რაღაცაში დახმარება თუ გჭირდებათ, ან რაღაცა სურვილი თუ გაგაჩნიათ, ხო, აი გამოხატოთ, დააფიქსიროთ თქვენი სურვილი რა გინდათ, როგორ გინდათ თუ არ გინდათ საერთოდ. აი ეს საკუთარი თავის გამომჟღავნება, საკუთარი პოზიციის დაფიქსირება, საკუთარი აი რომ პიროვნების ჩვენება მოდი რომ აი მე რაღაცა მინდა და მე რაღაცა არ მინდა, ეს იქნება თქვენთვის, თქვენი გულისთვის და თქვენი გონებისთვის ძალიან ნაყოფიერი ჰარმონიის შესანარჩუნებლად, იმიტომ რომ თქვენ შეძლებთ დამიწებას და არ იქნებით რაღაცა დინების მიმართულებით წასული მხოლოდ რომ აი ვიღაცას არ წამიყვანს, ხო? არამედ თქვენ გიქნებათ მეტი სიმყარე თქვენს თავში, მეტი თავდაჯერებულობა და მე ვფიქრობ, რომ თქვენ თვითონაც ის სიამოვნებთ თქვენი თავი ასეთ მდგომარეობაში და ასეთ პოზიციაში, როდესაც თქვენი აზრი მნიშვნელობას წარმოადგენს ამ მომენტში. წარმატებას ვსურვოთ მეორე ვარიანტი. მე დავყურავ ახლა თქვენს ვარიანტს. დამიწერეთ რამდენად რეზონირებს ეს ყოველივე თქვენთვის, მეტი დაგემშვიდობებით, პირადი ინდივიდუალური კონსულტაციებისთვის შეგიძლიათ დამიკავშირდეთ Instagram-ზე, WhatsApp-ზე ან Viber-ზე პირად შეტყობინებაში და რაც თავარია, არ დაგავიწყდეთ ჩემი გამოწერა და ვიდეოს გაზიარება, იმიტომ რომ ეს, ასე რომ ვთქვათ, მნიშვნელოვანია იმისათვის, რომ ჩვენი არხი გახდეს უფრო და უფრო მეტად პოპულარული და უფრო და უფრო მეტად, ესე რომ ვთქვათ, ნახვადი თქვენთვის მნიშვნელოვანი ინფორმაციების გასაზიარებლად. დამიკომენტარეთ ასევე თუ გაქვთ თქვენთვის კონკრეტული, ესე რომ ვთქვათ, აზრი, რა გაშლის ნახვას ისურვებდით ჩემს ვიდეო მიმართვებში, ჩემს ვიდეო გაშლებში და აუცილებლად ჩაგიწერთ ამ ყოველივეს. ახლა გადავიდეთ მესამე ვარიანტზე, ვინც ესეთი შავი ობსიდიანი აირჩიეთ. სხვათა შორის თქვენთვისაც მოხსნით ინფორმაცია, არის თქვენ დაქტოვებ საჩუქრის გარეშე და ეს ნატახტარის ლიმონადი. ხუმრობ მეგობრებო, არავითარი ნატახტარის ლიმონადი, შავი ობსიდიანი ამ შემთხვევაში უზრუნველყოფს ინფორმაციულად იმ მესიჯის წამოღებას თქვენთან, რომ თქვენ იშორებთ თქვენს ირგვლივ არსებულ ტოქსიკურ ენერგიებს და ნებისმიერი პრობლემა, ახლა რომელიც თან გახლავთ, ჩათვალეთ ახლო პერიოდში, მომდევნო ინტუიციურად როგორც მომდის, ერთი კვირის განმავლობაში გადაიჭრება. კონცენტრირეთ მაქსიმალურად იმაზე, გონებაში, როგორ ჭრით ამ პრობლემას, აი წარმოიდგინეთ, როგორი ბასრიც არის ახლა ეს შავი ობსიდიანი, დაინახეთ და შეიგრძენეთ ამ შავი ობსიდიანის ენერგია და ვიზუალიზაციით წარმოიდგინეთ თქვენი პრობლემა და როგორ ჭრით, ესე რომ ვთქვათ, აი ამ პრობლემას ამ კონკრეტული ობსიდიანით და დაველოდოთ თქვენს შედეგებს. ნახოთ. მესამე ვარიანტი. რისი გაზიარებისთვის და გამოვლენისთვის ხართ ახლა, გამომჟღავნებისთვის ხართ ახლა მზად? კი ბატონო. როგორ გაკავებთ თქვენი ლოგიკა გულის სურვილების მოსმენაში? ოჰო, კარგი. როგორ შეიძლება რომ ჰარმონია აღადგინოთ გულსა და გონებაში? კეთილი. ძალიან საინტერესო გაშლა გვაქვს, იმიტომ რომ სამივე მაღალი არკანი ამოვიდა, არა უკაცრავად ცხრიანების კვერთხები მაღალი არკანი არ გვაქვს, რატომღაც მეგონა რომ ეს იყო ჰერმიტი. კეთილი. რისი გაზიარებისთვის და გამომჟღავნებისთვის ხართ ახლა თქვენ მზად? თქვენ ხართ მზად იმისათვის, რომ დადოთ კონკრეტული შეთანხმებები, ან აღიაროთ კონკრეტული პიროვნების მიმართ სიყვარული, თქვენი ურთიერთპატივისცემა, ან შეიძლება მზად იყოთ ქორწინებისთვის. მესამე ვარიანტი, იმიტომ რომ აი რაღაცა ძალიან კარგად არის ეს ენერგიები მომწიფებული თქვენთან. ვისთანაც ეს ქორწინების საკითხები არ არის, შეიძლება ურთიერთობისთვის სახელის მინიჭება გსურდეს და შეყვარებულობა დაარქვათ ამ ურთიერთობას, ხო? ან ზოგადად ურთიერთობებისთვის იყოთ მზად. ნებისმიერ შემთხვევაში აქ მაქვს საუბარი რაღაცა სასიამოვნოზე, რაღაცა ჰარმონიულზე და ისეთზე, რაც ხანგრძლივად გრძელდება. ვერ ვიტყვი, რომ ეს არის ერთჯერადი ან დროებითი სიყვარული, იმიტომ რომ ამ ტაროში გაგიკვირდებათ და არის
ორი ლავერსების არკანი და ერთ-ერთი არის ეს, სადაც უკვე დაბერებულები არიან გამოსახულების შესაბამისად. მე თქვენ გეტყვით ესეთ რაღაცას, რომ ეხლა რასაც დააკანონებთ, მოდი ესე რომ ვთქვათ და გამჟღავნებთ ადამიანთა სიყვარულს, ეს გაგრძელდება საკმაოდ დიდხანს და შესაძლოა მთელი ცხოვრებაც კი მინდა გითხრათ, იმიტომ რომ ეს არკანი ზუსტად ახლა ამაზე საუბრობს. გვაქვს ანტაროში ასევე მსგავსი ტიპის არკანი, სადაც ახალგაზრდები არიან გამოსახულები, მაგრამ ეს კონკრეტული გულისხმობს იმას, რომ ეს ურთიერთობა გასტანს საკმაოდ ხანგრძლივად ან სულაც მთელი ცხოვრების განმავლობაში. ამავდროულად მზად ხართ ვიღაცები, ვისაც ასე რომ ვთქვათ, კარიერულ ნაწილში უფრო აქტიური ენერგიები გაქვთ, მნიშვნელოვანი შეთანხმებების დასადებად, რომელიც ხანგრძლივ პერსპექტივას გულისხმობს. ნახოთ, როგორ გაკავებთ თქვენი ლოგიკა გულის სურვილების გამომჟღავნებაში. თქვენი ლოგიკა მომართულია იმაზე, რომ შეიძლება ის რაც ამდენი ხანი მე ვაშენე და ესე რომ ვთქვათ, მგონია რომ ყველაფერი კარგად, მაგრამ ესე უცებ თავზე არ ჩამომენგრიოსო და აი ეს აზრი არის თქვენი პრობლემა ზუსტად. ანუ რეალურად შეიძლება საერთოდ არ სიდგეთ ამ საშიშროების წინაშე, იმიტომ რომ მე უკვე გითხარით, რომ ყველაფერი რიგზე გაქვთ და ეს ურთიერთობა აუცილებლად ხანგრძლივად გაგრძელდება მეთქი, მაგრამ თქვენს გონებაში ხდება სრული ქაოსი რა მხრივ, იმ მხრივ, რომ თქვენ უკვე წარმოდგენილი გაქვთ, როგორ ინგრევა ეს ყველაფერი, როგორ კარგავთ, როგორ ფუჭდება და ასე შემდეგ, რაც თქვენი გულის სურვილის გამომჟღავნებას ხელს უშლის. ეს კიდევ ერთხელ გეტყვით, არის საერთოდ არასწორი აზრი, მე მგონი შემთხვევით არ აირჩიეთ თქვენ შავი ობსიდიანის მინერალი, იმიტომ რომ თქვენი პრობლემა ზუსტად აქ უნდა გადაიჭრას. წარმოიდგინეთ ეს პრობლემა ობსიდიანით როგორ იჭრება თქვენთვის, ანუ ეს ნეგატიური აზრი, რომელიც მიმართული გაქვთ ამ საკითხზე, მოხსენით, ჩაჭერით, მოიშორეთ თქვენი ცხოვრებიდან და დაიწყეთ ახალი სუფთა ენერგიებით კონკრეტული გზები, იმიტომ რომ სასიამოვნო მოგზაურობა გელით თქვენს პარტნიორთან ერთად. როგორ უნდა აღადგინოთ თქვენი ჰარმონია? აღადგინოთ იმით, რომ მესმის რომ გაქვთ წარსულთან დაკავშირებული ტრავმები, მაგრამ იცით რა არის მეგობრებო, როდემდე უნდა იცხოვროთ წარსულით, ხო? მესმის რომ შეიძლება არ გქონდეთ სასიამოვნო გამოცდილება ადრე ამ საკითხზე, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ყოველი შემდეგი გამოცდილება იგივე სახის იქნება. მოდი აბა თქვენთვის მინდა რომ დამატებითი არკანი ამოვიღო შეკითხვის გარეშე. კონკრეტულად ახლა მესამე ვარიანტისთვის რისი თქმა გსურთ? რისი თქმა გსურთ მესამე ვარიანტისთვის? თქვენთვის სურთ იმის თქმა, რომ თქვენ რეალურად ძალიან დიდი პოტენციალი გაქვთ ხანგრძლივად წაიყვანოთ ეს ურთიერთობა, ან ეს საქმე, რომელსაც ხელს მოკიდებთ, უბრალოდ თქვენ ეჭვი გეპარებათ მხოლოდ და მხოლოდ საკუთარ თავში, მაგრამ სულ ტყუილად მეგობრებო, აი გამოძრომას ვცდილობთ თითქოს საკითხიდან რა, თავს არიდებთ იმას, რომ თქვენ წარსულში გაქვთ ასეთი გამოცდილება და რეალურად კი ხედავთ, რომ ეს ყველაფერი აბსოლუტურად გრძელვადიან პერსპექტივას გულისხმობს, მაგრამ აი მაინც სადღაც შიში არის ხვდებით, მაინც გეშინიათ, რომ რაღაცა არ გაფუჭდეს, მაინც აი აზრები მიხვდით? აზრები, რომელიც რეალობას არ შეეფერება საერთოდ. შეეფერება თუ არა რეალობას ეს აზრები, მოდი არკანს დავამატებ. აბსოლუტურად არა მეგობრებო, Knight of Cups. მიედეთ თქვენს გულს, თქვენი გულის წადილს და რაც თქვენს გულს დაუხარდება, ისე იმოქმედეთ ინტუიციურად. რა გადაწყვეტილება იქნება მიღებული? თქვენი გადაწყვეტილება იქნება ტკივილის დამთავრება და რეალურად ახალ გზებზე წასვლა, იმ მხრივ რომ თქვენ აღიაროთ თქვენი რეალობა. უბრალოდ ამისათვის შეიძლება გარკვეული დრო დაგჭირდეთ, მაგრამ უკვე დიდი ხანია იცდით, მინდა გითხრათ. წარმატებებს გისურვებთ მესამე ვარიანტი. მე კი დაგემშვიდობებით, დამი კომენტარით რამდენად რეზონირებს ეს ყოველივე თქვენთვის. პირადი ინდივიდუალური კონსულტაციებისთვის შეგიძლიათ დამიკავშირდეთ Instagram-ზე, WhatsApp-ზე ან Viber-ზე პირად შეტყობინებაში. მე კი დაგემშვიდობებით, მომავალ შეხვედრამდე და დროებით.